ერექციული დისფუნქცია, შენ შეიძლება დაწეულიც არის, შეიძლება დაიწყოს 18 წლიდან 40 წლამდე, 20-დან 40 წლამდე სტატისტიკურად ერექციული დისფუნქცია ბევრს აქვს. შენ რასაც გულისხმობ, ის არის უბრალოდ შემცირება ბიოლოგიურად და არა დისფუნქცია, რა ხო. ხშირ შემთხვევაში თუ დისფუნქციაში რა იგულისხმება? დისფუნქციაში იგულისხმება მაგალითად აქტის ნაადრევი დასრულება რამოდენიმე წამში, რამოდენიმე წუთში, აქტამდე ეიაკულაცია მაგალითად და ასე შემდეგ. ხო, უბრალოდ თუ ეს არ არის ორგანული, და ხშირ შემთხვევაში არ არის ორგანული და არის ფსიქოლოგიური, ამ შემთხვევაში ჩვენ ძირითადად ვეძებთ ეს როდის დაიწყო, სად დაიწყო, რატომ დაიწყო, იმიტომ რომ ერექციული დისფუნქცია და ქალებში ვაგინიზმი იქნება, ეს თუ ანორგაზმია, ფესვები აქვს ამას ფსიქიკური და საკმაოდ ღრმა